ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ დავითიანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება, მოეწყობა სანიაღვრე არხები, ცხაურები და ხიდები. უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით განთავსდება საგზაო ნიშნები და სავალი ნაწილი დაიხაზება. პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს და მისი ღირებულება 2 მილიონ ლარს აჭარბებს. სამუშაოების მიმდინარეობა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდომ დივნიშვილმა მოინახულა. სოფელ დავითიანში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში 2 კილომეტრსა და 300 მეტრზე ეწყობა ახალი ასფალტის საფარი, უკვე მოწყობილია კაპიტალური სანიაღვრე არხები, დაწყობილია ცხაურები, საკარმიდამო მონაკების შესასვლელი წესრიგებულია. პროექტის ღირებულება 2.172.000 ლარია და ის დაფინანსებულია რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტით. გრძელდება აქტიურად მუნიციპალიტეტის მასშტაბით ანალოგიური ტიპის სამუშაოები და მიმდინარე წლისათვის მნიშვნელოვანი გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა ექნება ჩვენს მუნიციპალიტეტს. აქ იყო ძალიან ცუდი გზა გაფუჩებული. ტრანსპორტი ვერ შედიოდა. გაკეთეს ახლა ახალი გზა, საწყავი არხები, კანავები გაკეთეს და კარგად არის. ახლა ძალიან კმაყოფილი ხალხი, მეც კმაყოფილი ვარ. ძალიან ცუდი გზა ქონდა, რომ ვერ ვადგილდებოდით. კანავებზეც მადლობა მინდა უთხრა. სულ გაფუჭებული წყლები შეგვდიოდა ყველაფერი და ახლა მადლობის მეტი რა გვეც.